დღეს ადამიანებზე ვისაუბრებ. ამიტომ კეთილი ინებეთ და გამოიჩინოთ ადამიანობა. დაგვილაიქეთ, გამოგვიწეროთ შეფ კონსტანტინე შქმერული. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე. ადამი და ევა იყვნენ პირველი ადამიანები და ჰიტლერი იყო უკანასკნელი ადამიანი. ეს არის გარეცხელი ჭიქა? ეს არის გარეცხელი ჭიქა, ეს არის. აეთმე ჩემს სამწერლოზე ხარა. მეც ხო ადამიანი ვარ გაჩერილი ღვთისაგან. მეც ხო ადამიანი ვარ გაჩერილი ღვთისაგან. დელიკატესები დაგა. არა, ჩვენთან კატებს არ. კაცო მოგესალმებით. მე სპარტაკი ვარ ოთიაშვილი და მე ადამიანი ვარ. შეიძლება ახლა იფიქროთ სპარტაკი ადამიანს როგორ უნდა დაარქვაო, მაგრამ დამეჯერეთ მართლა ადამიანი ვარ, რა. თუ არ გჯერათ, აგერ მაჩვის კითხეთ. მოკლედ დღეს ადამიანებზე ვისაუბრებ. ამიტომ კეთილი ინებეთ და გამოიჩინოთ ადამიანობა. დაგვილაიქეთ, გამოგვიწეროთ და როგორც არა, რა ვიცი ახლა. ჩემი მხრიდან მეც დავრჩები ადამიანად, არ გავღორდები და ზოგხმრობას ახლა შემდეგი სულ შემოვინახავ, ყველაფერს აღვარამ. როცა 20 ლარიან შაურმას გადაიგდებ ყბაში და ზემოდან 1 კილო ფრის დააყოლებ, სწორედ მაშინ შეგიძლია წაიგითხო ლექცია თუ რა არის ადამიანი. ხო და ამ საშაურმებს რო უკეთებთ ხოლმე დიდ ფანჯრებს და ყველაფერი ჩანს. მე მეცმინდება რომ დიეტა დავარღვევ ჭამ. რა ვქნება, მეც ხო ადამიანი ვარ გაჩერილი ღვთისაგან. მეც ხო ადამიანი ვარ გაჩერილი ღვთისაგან. როგორც ვიცი, ადამი და ევა იყვნენ პირველი ადამიანები და ჰიტლერი იყო უკანასკნელი ადამიანები. ეგ ხო ადამიანი არ იყო რა. ადამიანობაზე ყოველას არ შეუძლია თავის დადება, მაგრამ სუფრაზე მიდი როგორც დიდ გოეთეს უთქვამს, ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს. გამოდის რომ არა ადამიანი არა ადამიანობის არა ადამიანობით არა ადამიანობს. ახლა ამის დამწერი ადამიანია რა. ყველაფერს სასაცილოა. ადამიანობაზე ერთი ლექსი გამახსენე. აი ხო გამახსენდა რა მჭირდებოდა და მოვიზია. ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის, ხანდახან სურდა ღმერთთან გოდება, ადამიანი მყოფილა მხეცი, რომელიც თან ზურთან მიწოდება. ადამიანობაში დიდ როლს თამაშობს ნებისყოფა. ხოლო ვისაც არ გააჩნია ნებისყოფა, კეთილი ინებისყოფოს და დამშვიდეს, ხო რა იყო. ადამიანს შეუძლია მოითხოვოს, ფეხებზე დაიკიდოს, გადააგდოს, აწყენოს, გული გაუტეხოს. ხო, მე მეგონა მარტო საკუთარ თავზე საუბრობ და შევყევი რა, იმდი მომდა. რით განსხვავდებიან ადამიანები ცხოველებისგან? ცხოველები ადამიანებისგან განსხვავებით, გაბრაზების დროს საშინელ ხომს გამოსცემენ. კაცორეთ რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის? რაც ახლა გაიფიქრათ, ეგ განსხვავებები არ იყო გასაგები. ხო, მე უფრო ადამიანური კუთხით მაინტერესებს რა. აი თუ ქალებს კაი ჭამასმა და მოგზაურობა აბედნიერებთ და სიამონებთ, კაცებსაც მოკლედ კაცებსაც იგივე რაღაცები სიამონებს რა, ჩამივარდა ხმრობა. ხოლო მთრალ კაცს შეუძლია წაიგითხოს მორალი ადამიანობაზე. არა ადამიანური ხმით და თან ყოველ სიტყვაში დაგითანხმოს. ხო არ მართალი. კე ნუ ზარვიზია მართალი ხარ ხო რა აი. ამბობენ ადამიანს ყველაზე კარგად სიმთვრალეში იცნობა. რა ვიცი, მე რომ ვთვრები ხოლმე პატრონს ვეღარ სწორად რა. ყველა სხვადასხვანაირად არის. ადამიანი ბევრი რამის მკადრებელია, მაგრამ მე რომ ამონო როქში დღეს ვიკადრე რაღაცები, რა ვიცი ძმაო. მე მგონი გადავაბიჯე ადამიანების ყავს, ხო? ყველა ადამიანს გააჩნია მოთმილების ფიალა. ზოგის დიდია, ზოგის პეტერე. მოდი ახლა ნუ გავზომავთ ვისი რამ ხელა. და გადავიდეთ სტუმარს. ახლა ისეთი სტუმარი უნდა შემოვიყვანო, თითებს ჩაიქმნეთ პირდაპირ მნიშვნელობით. ჩემი გადაცემის სტუმარია შეფ კონსტანტინე შქმერული. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. თავი ისე იგრძელით, როგორც საკუთარ სამზარეულოში. ოჰო. ეს არის გარეცხელი ჭიქა? ეს არის გარეცხელი ჭიქა, ეს არის. აეთმე ჩემს სამზარეულოზე ხარა. არის ხო დამშვიდი. ბატონო კონსტანტინე. გვარად ხართ შქმერული. საიდან ხართ წარმოშობით? თვითონ ყარი გეუბნებათ. ყარი მეუბნება, ანუ გამულეთიდან. თქვენი გამოსცემება მაინტერესებს პირველ რიგში. ალბათ ძირითადად 5 ვარსკვლავიან რესტორნებში გიმუშავიათ. არა, 2 ვარსკვლავიანებში. აი ესე ცუდებში გიმარა? არა, ჩვენთან ლეიტენანტები ჯამენ და. ეს კი. ახლა თქვენ ალბათ ძალიან ბევრი რესტორანი გაქვთ, ხო? დიახ. და მაინტერესებს აი თანამშრომლები რამდენი მუშაობენ შეგ. 10 დასაქმებულია 8 უსაქმოა. თერე დღეს ხედავ და თამაშობენ კარტს. მაგრამ ყოველ სამწუხაროდ იბანენ ხელებს. გიგენა პირველ რიგში. გიგენა პირველ რიგში, მე საქმე. როგორ კერძებს ამზადებთ ხოლმე? ეს რა არის, ამ ძალიან მაგარ კერძებს ამზადებთ? არა, ძაღლს და უგდებ ხოლმე ძაღლს.
ანუ თოთემინო საბჭამოს განაგებდა გერც. კარგი. თქონდა რაღაცა. ყველაზე ხშირად რას მიირთმევენ ხოლმე თქვენს რესტორანში? დიდი მისისას. ანუ მე მაშინ ჯამე ახლა შემოვიდი, ხო? დიახ. კარგი. საინტერესოა თქვენ საჭმელებს როგორ არეკლამებთ ხოლმე მაინასწავლეთ მეც. მიგვაქვს ორი საჭმელი. დიახ. ერთი ჩვენი გაკეთებული, მეორე ამე აყროლებული, ამე იქ სანაგვიდა. რა თქმა უნდა, ირჩევენ ჩვენს ასე მარტივია. ჯანგაი. ვერე რეკლამა რა. რა არის თქვენი საყვარელი ანდაზა? ქათამია, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარია. მაგრამ ეგ რომ ცხვარზეა. სად არის წყლის ფული? ქათამზე ჩვენი რა ჩამე ჩემ რესტორანში გეშინია. რამე უცნაური კერძი თუ გაქვთ ახლა მათყობ ძალიან ბევრი ცნობას გადავიყვანოთ. კი, ტყუილისუპი. მოიცა ახლა ვერ დავიჯერებ მაგას. ახლა მე ვგავარ ადამიანს, რომელიც ვინმეს რამეს მოატყუებს. არა, პირიქით იმ ადამიანს არ გავხართ, ვინც იმათლეს უთქვის. ნე? თქვენთან ირმის ხორცის სტეიკებს თუ ამზადებთ? კი, ვამზადებ, გადასაყრელად. გადასაყრელად არავინ არ ჭამს. ვინ შეჭამს? ზღვის პროდუქტების კერძები თუ გაქვთ? კი, გვაქვს ქათვის ფილეს სტეიკი, გვაქვს ყორის ფილეს სტეიკი რა. ზღვის პროდუქტების კერძები თუ გაქვთ? კი, გვაქვს კარტოფილის სალათი, ქათვის ფილეს შნიცელი, ყორის სტეიკი რა. კი, მაგრამ ეს რა ზღვის პროდუქტებია? ჩვენს მოწოდებელ ზღვაში აქვს მაღაზია ნავზე და ხო გამოდის ზღვის პროდუქტები კი, გამოდის. გამოდის, გამოდის. თქვენს რესტორანში თუ შეიძლება ტრუფელის ჭამა? მე რა. აი, ძვირიანი სოკოა. მე არა ჟირენ თუ რა სხვას ვაჭამო, მე მაწმენს. ხო, შეიძლება გაწკინო სოკოა მაინც და რა. უი, მართლა. დელიკატესები რა გაქვთ? არა, ჩვენთან კატებს ამჭობ. აბა, ჩვენ გვაქვს დელი ღორესები. დელიკორესები. აი, ხო. რას ეუბნებით ხოლმე მომხმარებელს, რომელსაც თქვენი საჭმელები არ მოსწონთ? რა საბოლოო სახში სულ ნაინაირებს ჩავთქო. აი. ტუანი ვარ. არა. მარილს რა დოზით აძლევთ ხოლმე კერძებს? აი ეს თავარია საჭმლის გემო გადაფაროს. დამას რამდენი ჭირდება? კილო ნახევარი. ცხარე საჭმელებს თუ ამზადებთ ახლა? კი, ტვინს. ყორის ქათმის ყორის მზარეულებს უჯახმობ ტვინს. თქვენს რესტორანში ტაში თუ დავუყრათ თავარი კერძის შემოტანის დროს. არა, ტარს უკრავო ხოლმე ჩვენთან, კი, იყო სხვა რამის გამო. რის გამო? აი, ჭაობთან გვაქვს ახლოს რესტორანი და კოღოებთან ხოლმე საფსეკაურობა. ოფლებით, აი. აი, გასაგები. რას ეტყოდით მომავალ მზარეულებს? ვეტყოდი რომ თევზი 10 დღის შემდეგ ყროლდება უმოციურად. ძალიან ცუდი და ძალიან კარგი ინფორმაცია ერთდროულად. კი. კარგი, მაინტერესებს დავინტეგდი თქვენთან მომზადებული საჭმლის ჭამის შედეგად თუ გარდაცვლილი ვინ? ვინმე არა, რამე კი. რამე როგორ? აი, ოსტში შაზრა ენოდი და მოგდა, ჩაიხჭო. პატო შორის ეგრე უფრო გემრიელი გამოვიდა ის ოსტი. სხვა რესტორანთან კონკურენციას როგორ უმკლავდებით? იცით, ჩვენს გარშემო ყველანაირი რესტორანი დაიხურა რა, დახურეს, всё, აღარ ალბათ კონკურენციას ვერ გაუძლო. არა, ჩვენ და გამოვალ სუნს. მე მაქვს თქვენთან მომზადებული თამაში. ოჰო, არავისთან არ მქონია შენ. პირველად მესმის, წავიდა. მე გეტყვით ინგრედიენტებს და თქვენ უნდა მითხრათ, აგერზეა მარტივია თქვენი სფეროა. კი ბატონო, წავიდა. ქათამი, ნიორი, ნაღები და მარილი. შქმერული, როგორც ხმაო. ხმოს ხორცი, ტარხუნა, აღარზევოთ, ჩაკაპულია ბოჭო. მაშინ ცოტა გავართულოთ. ოჰო, კვერცხი, მარილი და ზეთი. ჩამჭრა. აი, კვერცხი, შემართლა კვერცხო. ის კვერცხი შემართლა კვერცხო რა კერძია? არა, კვერცხი, ეს კერძის სახელი კვერცხი და შემართლა კვერცხო არის მიმართვა. მომართეთ? კი ბატონო. ვერ მომართე. კარგი, განათა ხო? სანამ ჩაგიბნელდებათ. კი ბატონო. ჯობია მოურჩეთ გადაცემას. ძალიან კარგი სტუმარობა გამოგვივიდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ბონსტანტინე შქმერული. ჩვენ ერთმანეთს ერთ კვირაში ვხვდებით. თუ არ შევხვდებით, ესე იგი ამ ბატონმა სადღაც თამპადიჟა რესტორანში რაღაცა ყლეობა მაჭამა და ძაღლი მიმაგდა სულში. კარგად წამდებოდეთ.